რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული გმირები გაიხსენეს საჩხერეში. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ბესიკუთა თელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლის ტერიტორიაზე არსებული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში დაღუპულ გმირთა და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაღუპული გმირის ირაკლი ბაზაძის სახელობის მემორიალი გვირგვინით შეამკეს. დღეს კიდევ ერთხელ პატივი მივაგეთ 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ გმირებს, ისეთი როგორც იყო ჩვენი მუნიციპალიტეტის ცხოვრები ირაკლი ბაზაძე. ეს იყო მძიმე წუთები, სადაც ფაქტიურად საქართველოს დაკარგა ნამდვილი ვაჟკაცი. მეომრები, ის სამხედრო ვაჟკაცები, რომლებმაც თავგანწირვით მართლა თავიანთი სიცოცხლე დაასრულეს აგვისტოს ომში. ყველას მინდა მშვიდობა უსურვო. Client საქართველოს და მსგავსი ფაქტი არ განმეორებულიყოს. 8 წელი გავიდა აგვისტოს ომიდან, მაგრამ ის გმირები, ვინც ჩვენი სამშობლოსთვის აიღუპენ, რა თქმა უნდა, ჩვენთვის დაუვიწყარია და რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს, სულ გახსოვდება. მათი მაგალითი, ალბათ სამაგალითოა მათი გმირობა მომავალი თაობებისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ახალგაზრდობისთვის, სამწუხაროდ შეწირეს თავი მათ. ასე მოითხოვა სამშობლო. მე პირადად ირაკლი ბაზაძეს როგორც პირადად არ ვიცნობდი, მაგრამ ვიცოდი რომ იყო ვაჟკაცი ბიჭი, კარგი ბიჭი, კარგი ადამიანი და სამშობლოს პატრიოტი და მან ეს თავის მოქმედებით დაამტკიცა კიდეც. დაღუპულ გმირებს ასევე პატივი მიაგო საქართველოს პარლამენტის წევრმა, პარტია ქართული ოცნების საჩხერის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა პაატა კვიჟინაძემ. მე თვითონ ომში მონაწილე ვარ 90-იან წლებში სამაჩაბლოში აფხაზეთში დაჭრილიც ვიყავი. ამიტომ ჩემთვის ეს თემა ახლოს არის და ერთი მხრივ მიამაყება რომ ასეთი ხალხი არიან ჩემს რაიონში, საქართველოში და მეორე მხრივ უდიდესი სინანული რომ ახალგაზრდა ხალხი რომელსაც მთელი ცხოვრება წინ ჰქონდა დღეს ჩვენთან არ არის. ყველა ვარიანტში ესენი არიან გმირები და ჩვენ არასოდეს არ უნდა დაგვავიწყდეს ეს ხალხი. ირაკლი ბაზაძე მეოთხე ქვეითი ბრიგადის 51 ბატალიონში მსახურობდა. თანამებრძოლები მას უკანასკნელად 8 აგვისტოს დღის 12 საათზე ესაუბრნენ. მებრძოლის ნეშტი ომის დასრულების შემდეგ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სხვა გმირების გვერდით დაკრძალეს. 3 თვის შემდეგ დაღუპული მებრძოლის ნეშტი მშობლიური სოფლის მიწას მიაბარეს. დაღუპული მებრძოლის საფლავის სოფელ გამოღმა არგვეთში გვირგვინით შეამკეს საჩხერის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის წარმომადგენლებმა და საჩხერის სამთო მომზადების სკოლის ჯარისკაცებმა. რომ მორჩა ჯარს წავიდა სამთვეში საკონტრაქტოზე. მეოთხე ბრიგადაში 51 ბატალიონში მსახურობდა. რაღაც საქავარობარემ გაიმძაფრა სამსახური და გადავიდა სადაზვეროში. იქაც მორჩა სენაკში გაიარეს კურსები. იქ რომ მორჩა ერთ თვენახევარში უკვე დაიწყო ომი. და წავიდა. და მირეკა და მითხრა რომ კარგად ავარო არ ინერვიულოთო და მე უთხარი ვიცი რა ხდება, ომია, ჭკვიანად იყავი, ტელეფონი გამურთე და დროდადრო დამეკავშირდი რომ ვიცოდე რომ სადახარ. გაწოდა იმის მერე კავშირი და აღარავინ არაფერს არ წერებოდა, უკვე დაბომბვები წავიდა. ინფორმაცია იყო ისევ დაიჭრა ფეხში და როცა ორი ექიმი ხელს ფეხს უხვევდნენ, სისხლიდან ვარ დაცლილიყო. განმეორდა ისევ დაბომბვა და მეორე ბომბი რო ჩამოვარდა მოხდა სახეში ასკოლკი. ოფიციალური მონაცემებით 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი. 2008 წელს კონფლიქტის ზონებში განხორციელებული აგრესიის შედეგად დაჭრილ და დაშავებულ სამოქალაქო და სამხედრო პირთა რაოდენობა კი 2232 შეადგენს. ქვეყნის ტერიტორიის 20% კვლავ ოკუპირებული რჩება.